24 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ, სადაც მარტომყოფ შუახნის ქალს თავს დაესხნენ და 14,000 ლარი და ძვირფასეულობები მოპარეს. როგორც ფირიევების ოჯახი ამბობს, უცნობმა პირებმა მათი სახლში არ ყოფნით ისარგებლეს და საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ. შემთხვევის ადგილიდან კი მალევე მიიმალნენ. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საინფორმაციო პორტალ აქტუალჯის მომხდარის შესახებ უამბო. აკუნი მომესმა გარედან, მარტო ვიყავი და გავძახე, მოვდივართქო, გავაღე კარი და ორი უცნობი პირი იდგა, დახმარებებს ვაგროვებთო, არ მაქვს თქო უთხარი თანხა, ის კი არ მეშვებოდა, ბოლოს ვუთხარი, კარგი 10 ლარს გამოგიტა ნახლავე და მოვხურე ეს კარები, ისიც იქ იდგა, ერთ-ერთი პირი შემომყვა და დამინახა რომ გახვეული პარკიდან თანხას ვიღებდი, დაინახა და წამართვა, შემდეგ გაიქცნენ, მე ცუდად გავხდი, შემეშინდა და შიშისგან ვერც გავეკიდე, ირგვლივ ვერ მიმოვიხედე. 14,000 ლარი, ერთი ოქროს ბეჭედი და ორი საყურე წამართვეს. ოჯახის უფროსმა ზაქირ ფირიევმა განაცხადა, რომ ინციდენტმა მას 90-იანი წლები გაახსენა. როგორ შეიძლება ასეთი რამ? ჩვენც ადამიანები ვართ. შემოვიდა ორი უცნობი პირი, დანა ამოიღეს და დააშინეს ქალი. სწორედ ასე ხდებოდა ადრე 90-იან წლებშიც. მადლობა პოლიციას, რომ მოვიდა და მალევე დაიწყო საქმის გამოძიება. აღსანიშნავია, რომ გუშინ შუადღიდან ღამემდე სამართალდამცველებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა მძარცველები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.